W211 დიდი და ძლიერი მანქანაა. უზარმაზარი ლაყუჩებითა და გამონაბოლქვის სისტემით, რომელიც ისე ხრიალებს, როგორც ბოროტის სულის საშინელებათა ფილმიდან. ეს ყველაფერი და კიდევ არწივისებრი ცხვირი მიგანიშნებთ, რომ ეს რაღაცა ძალიან სწრაფი უნდა იყოს. მაგრამ ასია კი ეს. ის ძალიან სწრაფია. Nissan Tiidasთან შედარებით. საქმე რაშია? აქ ჩვენ გვაქვს 6.2 ლიტრიანი V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 513 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მიბმულია 7G ტრონიკ გადაცემათა კოლოფზე. ისე ჟღერს, რომ 9 კილომეტრის რადიუსში დაახლოებით ყველა ქალი უნდა დაორსულდეს. მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი. ძალის დანაკარგი ძრავის ღერძიდან საბურავამდე დაახლოებით 20%-ია. ანუ ამ მანქანას სინამდვილეში 413 ცხენის ძალა აქვს. სადღაც. დაახლოებით რომ აგიხსნათ ეს რამდენად დიდი პრობლემაა, გეტყვით რომ S60 M5-ს საბურავზე 454 ცხენი აქვს. Mercedes-ი ყოველთვის გამოირჩეოდა საწარმოო მატერიალებით. ამ ხრივ აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზე დგას. საჭე, მაჩვენებელთა დაფა, კომპიუტერი, ყველაფერი ძალიან კარგადაა შესრულებული. აქ ზედმეტი არაფერია, არც გადატვირთულია და საერთოდ ნერვებს არაფერი გიშლის. შეიძლება ითქვას რომ სრული კომფორტია. ამასთანავე შემიძლია თამამად თქვა რომ ამ მანქანაში რომ გგზნობ თავს დაცულად, ასე უკვე დიდი ხანია არ მიგზნია. ეს კი საშუალებას მაძლევს რომ ეს გავაკეთო. და თან საერთოდ არ შემეშინდება არაფერი. 150, 160. პრობლემა საერთოდ არ არის. მე არაფრის არ მეშინია. ზარა, სავარძლები, ყველაფერი ისია მოწყობილი რომ თავი ძალიან დაცულად ვიგრძნო. მაგრამ კარგია კი ეს. არა, ხმა ფანტასტიურია. ხმაზე ვერაფერს ვიტყვი, შეუდარებელია. ასეთი ხმა ძალიან ბევრ მანქანას არ აქვს. მაგრამ ეს უსაფრთხოების შეგრძნება. მე ვთვლი რომ ეს ის არაა, რაც მე 513 ცხენის ძალიანი სედანისგან მინდა რომ მივიღო. ახლა ვიაგიხსნით რას გულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი ფანტასტიურად გამოიყურება, რაც არასოდეს ეშლებოდა Mercedes თუ პირველი თაობის MR-ს არ ჩავთვლით. აქ არის ერთი რაღაც. ამ ავტომობილში არის უამრავი კომპიუტერი, რომელიც მე ამ 513 ცხენამდე არ მიშვებს. კი ეს შეიძლება რაღაც თვალსაზრისით კარგია. იმ მიზეზების გამო რაც ეხლა ვთქვი, დაცულობა ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს იცით რას გავს? წარმოიდგინეთ პრეზერვატივით რომ გაქვთ სექსი. კი ეს კარგია და აუცილებელიცაა. უამრავი პრობლემის გადმიგიცავთ, როგორებიცაა კანისა და ვენერიული დაავადება, ბავშვი. მაგრამ შეგრძნებები ხომ საერთოდ სხვა არა. აი ამაშია საქმე. მე 513 ცხენი მაქვს და სადღაც შორს ვერ ვწდები. ანუ ვერ გრძნობ რა ამას. მიმიხდით ალბათ რა გულისხმობ. სხვათა შორის ამ ავტომობილს ძალიან კარგად ყიდის ყველა ეს დაცვის სისტემა. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ეს მანქანა გამოდის, ის დაახლოებით $100,000 ღირს. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მომხმარებელი ძირითადად არიან ფეხბურთელები და კინოვარსკვლავები. ანუ ადამიანები, ვინც მართვა არც ისე კარგად იცის. მაგრამ ძალიან ჭირდებათ რომ დიდ ძუძუებიან გოგოებს პირი დააღებინონ. შესაბამისად, ყველა ეს სისტემა საჭიროა ის რომ ისინი პირველივე მოსახვევში არ დაიმტვრნენ. ზოგმა შეიძლება დაიწყოს უსაფრთხოება, ბლა-ბლა-ბლა. უსაფრთხოება თუ გინდა, იარე მინივენით. როდესაც ამ მანქანას ნამდვილი ავტომოყვარული ყიდულობს, ის უბრალოდ თიშავს ყველა ამ სისტემას და შემდეგ ჩართვის ღილაკს ამტრევს, რომ უკან აღარასოდეს ჩაირთოს. ამის შემდეგ მიყავს ტიუნინგ ცენტრში და მარტივი ჩიპ ტიუნინგით მინიმუმ 50 ცხენს უმატებს. რაც ამ ძრავის პირობებში ძალიან მარტივად გამოდის. მოდი შევაჯამოთ. ეს ავტომობილი არის ძალიან დიდი, ძიმე და მოუქნელი.
ზედმეტადრბილი დაკიდების სისტემით. ამიტომ თუ თქვენ სუპერსპორტული 4-კარიანი სედანი გჭირდებათ, რომელიც დაუვიწყარ შედეგებს გაჩუქებთ, ეს არ გამოგადგებათ. თან საერთოდ. მოკლედ, მეგობრებო, ამ მანქანის დანიშნულება საერთოდ არ არის, რომ სპორტული იყოს. ამ მანქანის დანიშნულებაა, რომ სარბოლო მონსტრად გადაიქცეს. ანუ, როდესაც თქვენ ყიდულობთ S60 M5-ს, თქვენ ყიდულობთ სუპერსპორტულ სედანს, რომელიც ფანტასტიკურად იმართება და მოკლედ ძალიან კარგი რამეა. მაგრამ, როდესაც თქვენ ამ მანქანას ყიდულობთ, თქვენ არ ყიდულობთ სპორტულ მანქანას, თქვენ ყიდულობთ პროექტს, რომელსაც პერსპექტივა აქვს, რომ ძალიან მაგარ რამედ გადაიქცეს.